დღესდღეობის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია თანადგომის წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან მოწვეული აღმზრდელ მასწავლებლებისათვის ტრენინგი გამართეს. აღნიშნული შეხვედრა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, მათ აღმზრდელებსა და ლიდერებს ეხებოდათ. ტრენინგის მიზანია მოზარდთა მუშაობაში რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ნარკომანიის საკითხების სპეციფიკაზე მუშაობის უნარების განვითარება. პროექტი, რომელიც საქართველოს მოიცავს, გენმანული ორგანიზაცია კარიტასის დაფინანსებით უკვე 1 წელია ხორციელდება. ეს მიმდინარეობს უკვე 1 წელი არის, მოიცავთ პრაქტიკულად თითქმის მთელი საქართველო, როგორც აღმოსავლეთის რეგიონი, ისე დასავლეთის რეგიონი. შეხვედრები გვაქვს როგორც უშუალოდ ბავშვებთან, ბენეფიციარებთან, ესე რომ ვთქვათ, ასევე მათ აღმზრდელებთან და ლიდერებთან. ეს შეხვედრები არის ტრენინგის სახით. თემები არის გარდატეხის ასაკი და მისი სპეციფიკა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, თუ რა სპეციფიკა და თავისებურებები ახასიათებს აი ამ ასაკში ამ მნიშვნელოვან მოვლენას. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებიდან აღმზრდელები და სხვა სტაფი არის აქ მოსული ტრენინგზე დასასწრებად და ეს არის ესე გადამდებ დაავადებებზე, შიდზე და ასე შემდეგ სხვა დაავადებებზე და ასევე გარდატეხის ასაკებზე საუბარი ბავშვების. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჩვენი პროფესიის მქონე ბავშვი ხალხისთვის.